გამარჯობათ, გადაცემა ერთი დღე კიდევ ხელმოგესალმებათ და მე დღეს ესე ორიგინალურად მოგესალმებით ქალაქ თბილისის ერთ-ერთი უბნის ერთ-ერთი ეზოდან და არა სადარბაზოდან და ალბათ თქვენ ესე პირდაპირ ვერ მიხვდებით თუ ვის ეკუთვნის ეს ეზო, მაგრამ მას მერე რაც მე დავაკაკუნებ კარზე ან დავრეკა, უბრალოდ ზარი არ აქვს, გამიღებს ადამიანი, რომლის სახელი და გვარიცა დავასახელო. როგორ ახარ? როგორ მიყვარს სტუმრები? ჩვენ ძალიან გვიყვარს მასპინძლები. კარგი მასპინძლები. ეს ერთადერთი კაცია ამ სახლში. ერთადერთი კაცი, დანარჩენი ქალები. დანარჩენი ქალები. და რა შევა, კარჩენს? არა, ზოგჯერ ისევ აბრაზებთ ხოლმე, რა თავს ატრიალებს ბოლომდე. და გეუბნება კარგი ვიყურება სადღაც. გვერდით. აქ ცხოვრობს ნინო. აქ ცხოვრობს ნინო, ია და პია. ია და პია. პია სად არის? პია გასულია. 4-დან. თავისი ჩემო ხოლმე არ უყურს ისეთი თავდაჭერილი ბიჭია. კაი, მაშ მე გითხარი, რომელ საათზე იღვიწებ საერთოდ და დღეს გაიღვიძე ადრე რა, ნუ საერთოდ მომასე. ვიღვიძებ ზოგჯერ ძალიან ადრე, ზოგჯერ ძალიან გვიან. გაიჩინე რას ვაკეთებ და რომელ საათზე ვაკეთებ. თუ კი დილამდე მუშაობ, ვიღვიძებ 2 საათზე. თუ კი არ მუშაობ დილამდე, ვცდილობ რომ შენს მუშაობაზეა დამოკიდებული შენი დილით ადგომა, ხო? და აი დილით. ოჯახში სტუმრები არიან, ასე რომ. ჩემ პროდიუსერი და რეჟისორი. ნატრიკა. გამარჯობა. კარგად. ეს საშა კორიძე რეჟისორი. ესე მონა. ეს ყოველდღიურად სტუმრობა ხოლმე? ხო, დილას ხოლმე. კუსტმაზე ხო, რაღაცა ვერ მოილაპარაკეს თუ რაღაცა ისეთი გახდა. 11 საათზე უკვე იქ შევხვდებით რა, 11 საათზე უკვე, ანუ სპეციალიზებ პრაქტიკები გავამზადეთ. თავიდანვე გითხარით რა ხდება დღეს? ანუ რაზე საუბრობდით ახლა? რაღაცა 12 საათზე რას ფილმის პრემიერა, ხო? საშა კორიძე არის ფილმის ავტორი. შეგიძლია ილაპარაკო დანჩე. იცი რა, მე მგონი მე იმდენი ვილაპარაკე და თან მე რამდენი ვილაპარაკე სულ შენ ფილმზე ლაპარაკო. ამის 12 საათზე რა ხდება? საშკა მოვიდა ჩვენთან შენი დღესაც და გამოთქვა სრული რომ ეს ფილმის გაკეთება მინდა ნინოზე. აჰა. ჩვენ ანახი გქონდა საშას ფილმები და ძალიან მოგვეწონა რამოდენიმე ფილმი რომელიც არ არის გამოსული ეკრანებზე, იმიტომ რომ გარკვეული რაღაცა მიზეზების გამო. ამის მერე დავთანხმდით. ამის შემდეგ იანვრის თვიდან, ეს 1 იანვარი იყო ჩვენი ორი ალბომის პრეზენტაცია, ზუსტად იმ დღიდან საშამ რომ დაიჭირა კამერა ხელში. და რომ დაიწყო გადაღება და დაძდებდა ნინოს, ასე ვთქვათ, 8 თვის განმავლობაში ფაქტობრივად არ მოშორებია, ნუ თითქმის მთელი მასალა. ისე არ გაუკვირდება ახლა ჩვენი ერთი დღე. არ გაუკვირდება, იმიტომ რომ მიჩვეულია. კეთილი საქმე გააკეთა, რომ მიაჩნია იმას, რომ არ დააყო. აი პია. შეშინებულია. არ უყვარს სტუმრები პია. როგორ არ უყვარს? აი გამოვიდა, ხო თავისებურად ეს პია რა მოხდებას. ეს თავისებ და რატო ესეთი დრო? ღამის 12 საათი ამირან. იცი რა არის, სხვადასხვა ძალიან მიღებულია ეგეთი ფორმა, ღამე პრემიერები და საერთოდ მე მაგალითად ახლა არ ვიცი, საშკა ევროპაში მე მგონი ძალიან ხშირად ღამის კინოსეანსები არის. ნახე, გაქვს უკვე ფილმი? კი. მოგწონს? იცი რა არის, რომ ადამიანმა მე რა ვიცი როგორ უნდა შევაფასო. ეს ამაზე არის ფილმი და მე მე ყველა 1000-ნაირად უყურებ, ამ ყველაფერს და არ ვიცი. ეხლა მე უყურებ ამას რეჟისორის, სხვანაირად უყურებ, სხვანაირად დაინახავს. მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ ეს არის იქ, სადაც ყოველთვის სურვილი გვაქვს, რომ ვიყოთ, ან საიდანაც მუზების საწყისია, საიდანაც თუნდაც საწყისია. აი რა ფოტოებია ეს? შენ იღებ, შენი? იცი რა არის, რომ ეს ფოტოები არის საფრანგეთის ფოტოები. ფესტივალი და მე ვიყავი აგვისტოს 27-ში ქონდა კონცერტი. ეს იყო ეს დიდ მინდორზე, აი ეს არის სცენის მომზადების მომენტია. ეს იყო ჩემი ბასისტი და ეს იყო ჩემი დრამერი ფრანგები არიან. ეს კიდე ირაკლი ხუციშვილი, ვინც მიწვია საფრანგეთში და
და შენ არ ხარ არც ერთ ფოტოში. იცი რა, ჩემი გადაღებული. ჩემი. ეს არის თვითონ აფიშა ფესტივალ, სხვა ფესტივალი ერქვა ეს. ეს არის ცაში უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ფილმი მქონდა და არ მქონდა იმის დრო, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან დიდ მანძილს გავდიოდით რომ მუშაობდით 4-5 საათი და დაღლილი არაფრის თავი არ მქონდა, უბრალოდ ეს არის მანძილი. არა, ის არის სახლიდან ხედი მზის ჩასვლა მონატრეული მქონდა როგორც ჩანს. ეს არის აი ამ ქალაქიდან ტულუზიდან პარიზისკენ გზა. ეს არის მიკროფონი. ჩემი მიკროფონი. გიყვარს ცოდნა. ძალიან. ეს ციოთ, რა თქმა უნდა, როარული და უბრალოდ და ეს არის საჩუქრები აქ ჩუქნიან თუ შენ თვითონ იძენან რა. ზოგიერთი საჩუქარია, ზირთადად მევყიდულობ ხოლმე. ეს მოსკოვურია, ჩვენი მეგობარი სვეტკო გამოვიღე მოსკოვიდან ეს ყვავილები. იცი რა, ზირთადად ეს მომიდა ჩემი მაჩუქარი და ყველაზე ძალიან არის თორე ერთი რომელიც ყველაზე იცი რა არის ძალიან მეშინია და გეტყვი რატო რომ როგორც კი რაღაცა განსაკუთრებულ ყურადღებას რამეს მივექცა პია მიფუჭებს ხოლმე ოღონდ შემდეგ ისე განეს ყურადღება არ მიექცია რაღაცა ისეთი იყოს ეს ხალხი მაგრამ ყველაზე ძალიან ის და რატო ყველაზე დიდი მუსიკოსია იმ დიდ მუსიკოსებს შორის ვინც კიდევ მე მიყვარს იმდენად თავისუფალია და უბრალოა ეს აი რაღაცა ფეშენებელური კი არ არის აი ნამდვილი ბგერა ნამდვილი ურთიერთობა იმიტომ რომ მუსიკა პირველ რიგში ურთიერთობა და მუსიკა არის ადამიანებს შორის ურთიერთობა გესმის არის უფლის სიტყვა სათქმელი მუსიკა და ისე აი რაღაცა კახელივით ეს შეტა მოიპარა ეს აფიში ჩემთვის მოსკოვში შენ გინდოდა ძალიან და იცოდა და მოიპარა შენთვის თან იმ კლუბში ბიდვაში კონდა კონცერტი და უზარმაზარი კომპლექსია ანუ ადიხარ რაღაც იქ ჯინო რესტორანია იქ რაღაცა აი ძალიან დიდი კომპლექსია 3 დიდი დარბაზი ერთი ჯაზ კლუბია პატარა რაღაცა და იქ შესასვლელთან არის აფიშები და იქ იყო და მეთქი რა კარგია და წამოსვის დროს გამომატა. აი და წამოიღე. და რაღაც ტექსტები კონცერტზე შელახულია. აი ეს რა ფოტოა? ის არის ზინკო ბარნოვის ფოტო. ძალიან მიყვარს. საჩუქარია. რა თქმა უნდა. და ის? ის არის ქეთიამრე ჯიბის პატიკა. ძალამაზია. წანეფერი გიყვარს. იცი როგორი რამეა ეს ყველაფერი ეს ნაჭრები რაც არის ჩემი კონცერტის სცენის ნაჭრები ჩემი მეგობარმა რაღაცები გააფორმა იქ სცენაზე ჩაკავშირა კონცერტი ქონდა რაღაცები სიურპრიზები აკეთე ძალიან სასაცილოდ არის ეს ყველაფერი ჩამოკიდებული ეს შენ თვითონ ჩამოკიდე არა ჩემი მეგობარი ია რომელიც მე მივლის უახლოესი მეგობარია რომელიც ჩემთან ცხოვრობს ხოლმე და გამოდის რომ მე ვცხოვრე. საერთოდ ესეც საჩუქარი იქნება. ეს გოგო პიპინაშვილ მამაჩუქარი. ესეთივე უბრალოდ. თუ დავადების დღეზე ან რაღაც. ჩვენთან ყველაფერი უბრალოდ ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც უბრალოდ ხდება. რაც არ უნდა შევფუთოთ და ესეთი ყველა ჩანსმელები ჩავიცოთ, მაინც ყველაფერი უბრალოდ ხდება. არა უბრალოდ ხდება, იმიტომ რომ მაინც ხდება, დრო მაინც მიდის ამ მოქმედებაში ჩვენ ვასრულებთ თვალეროლს, მაინც მიდის. მიდის და მიდის. წავედით. ჩვენ გადაცემაში პირველი შემთხვევა როცა სადარბაზოდან არ მივესალმე მაყურებელს და ეზოა და რასაკეთებ არ ერთობი ხოლმე ეს რა თქმა უნდა. იცი როგორი რამეა რომ აი მე ცოტა ხანია რაც დიდი ხანი არ არის უფრო ზუსტად რა ვთქვა რაც ამეზოში ვცხოვრობ და აქ არის ვენახი და რომელიც დაუკრიფე გქონდა რთველი რომელიც დაუკრიფე მე თვითონ დავწურე და წვენი გამოვეყვანი რომელიც რა თქმა უნდა უკვე დავარიგე და არა მე დავაღვინე იმიტომ რომ წელს ცოტა მოსავალი გქონდა და მომავალში შევკვირდნენ რომ ბევრი იქნება ძალიან და მომავალში დავაყვინე აქ კოცონს ვანთებ ხოლმე ხო და წვად ვაშლებს მწვადებს და ასე შემდეგ რაც შეგვიძლია ყველაფერს ეს ფოტო შენგე გარაჟი გაქვს ეს ჩემი გარაჟია ეს ჩემი გარაჟია პრაქტიკულად ეს ჩვენ თვითონ შევღებეთ ეს ნაწილი
და ვერ მოვახერხეთ და ასე რომ ამბები რომ გამოვა გავაგრძელებთ, მაგრამ ძალიან საყვარელი ხია ვენახეთ ჩემთვის და ყველაზე გრძნობიარე. იქ არის ბროწეულები და ბროწეულებიც კი დავკრიფეთ ჩემი მეზობლის ბროწეული და არის ფანტასტიკური ხალხი პირიქით თხოვეს რომ რაც უფრო მეც დაკრიფო უფრო გავახარებდი აქედან შემოდის ყოველდღიური ზარი და ყოველ ერთ საათში და აი იქეთ არის სკოლა და იქიდან შემოდის ისეთი ხმამაღალი ხმა მას ყოველ 45 წუთში დასვენებაზე და ბავშვების ხმაური და როგორ ამბობს როგორ სწავლობენ ცი A B C თუ რაღაცა ინგლისურად ქართულ ტონალობებში მღერიან ინგლისურად A B C გესმის ყველა და თან ბრაზდები იცი როგორ საკუთარი ავტომობილი რო ყავდა სერგეცი არა თელი ცხოვრება საკუთარი ავტომობილი ყავდა პირველი ავტომობილი ეხლა არ ვიცი და პირველი ავტომობილი მე და კახუჩელა ჩამოვიყვანეთ სოფლიდან ჩემთან ავედით მე და კახუჩელა და ეს ძალიან ადრე ხო ნუ ბავშვები ვიყავით ძალიან პატარები ვიყავით და მამაჩემ არ მოვეშით და გამოგვატანა რაღაც მანქანა ბენზინი ჩავგვისხა ძლივ ჩამოვედი ბათუმამდე პრაქტიკულად გასმა გაგვიმეტა მგონია და ეხლა ხვდებით და ეხლა რატო არის ბავშვებში ეხლა არ ვიცი არ ფიქრობ ჯერთი ვიღებ მე ვიცი ზუსტად რომ დილი და საღამოდი სხვა საქმეების გაკეთება მომიწევს იმიტომ რომ მოგიწევს თხოვნები რაღაცა მაგრამ არ მცალია მანქანისთვის მირჩენია რომ წყალი მყავდეს პერიოდულად არის ხოლმე რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებ არის წყალი დაურეკა მოვა გაგიყვანს ან წყალი ყავს ხოლმე და ან სოფიკო თავარდგილად გვაძლევს ხოლმე თავის მანქანას მაგალითად ამას მადლობა სოფიკო შევიდეთ ეს ადგილი სადაც ყოველდღურად ყავს ეს ადგილია სადაც ყველაზე კომფორტულად შეიძლება ინტერვიუს შეწერა ხო და ინტერვიუს ვისთანცად ინტერვიუს 10 წუთში დავიწყებ გიყვარს თუ არა ინტერვიუების მეცემა გიყვარს იცი როგორი რამეა რომ ხარ ადამიანი რომელსაც აღეზიანებს იცი როგორი რამეა რომ ინტერვიუს მიცემ მიყვარს თუ ვერ გეტყვი და რომ ზოგჯერ შეიძლება ისეთ ხასიათზე გაგეღვიძეს რომ არ გიდოდეს არავის ლაპარაკია და არაფერზე ყოფილ თორე ისეთი შემთხვევა როცა აი გავიზიანები ხარ ან ისეთი რამე წაგიკითხავს სათავურად ან თვითონ შენ საკუთარ თავს არ გითხრა და გავიზიანებ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არ ვაქცევ ამას ყურადღებას, იმიტომ რომ ძირითადი მაინც ხარებია, ხო? შენი და ჟურნალისტის. ანუ სკანდალი არ მოყვა, რა დაურეკო და რა. ერთხელ მოყვა, იმიტომ რომ ისეთი რამე ეწერა, რომ საერთოდ მე საერთოდ არ ვარ ადამიანი, რომ აი ამ ფორმით რაღაცა თქვა. აი მაგალითად რაღაც საცუდი რაღაცები იყო. მაგრამ ძირითადად თავს ვიკავებდი. მაგრამ სხვა თვლით არა რომ ეს ჟურნალისტის საქმეა, რომ რაღაც სენსაციები აღმოაჩინა. კი, იცი რა არის რომ და პრინციპში მაინც ცოტა გაგურებული ვარ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ჟურნალისტი რატომღაც ფიქრობს, რომ სკანდალი იყოს, გესმის და არავინ არ ცდილობს, რომ პირიქით თუ კი რამე ადამიანს რაღაც აი ცოტა დოზებით რაღაცა კარგი აქვს, ის ძალიან კარგად გამოვიდეს, გესმის, ან რაღაცა თვითონ აღმოაჩინოს, რაღაცა ამ ყველაფერში, მაგრამ არსებული კარგი და ცუდი ჟურნალისტი. ვალა. ანუ არჩევ. არა, ვერ ვარჩევ, როგორ უნდა გავარჩინო. აი, ინტერვიუს დროს უკვე ხვდები თუ არა. არა, კი, იმიტომ რომ ძირითადად ესე იწყება. ნუ როდის დაიწყეთ სიმღერა რაღაცა და დავიწყოთ. აი, რა უნდა დაიწყო? აი, მოდიან და დაჯდებიან და დავიწყოთ. აჰა. მოდი, ეხც მოდიან და დავიწყოთ. ეხაც მოდიან და დავიწყოთ. გრძელდება განაცემა ერთი დღე ნინო ქათამაძესთან ერთად და ჩვენ ვიმყოფებით ჟურნალისტების გარემოცვაში, სადაც ნინო კიდე ერთი ინტერვიუს აძლევს. 2000 წლიდან დღემდე მე ჩავატარე სადღაც 100-ზე მეტი კონცერტი. და უბრალოდ ამ კონცერტებს მე არ ვეძახდი
სოლო კონცერტს, მაგრამ სოლო კონცერტს ეძახიან თავიდან ბოლომდე რომ ღერიან თვითონ მარტო. შემოდგომა გიყვარს. კი, ოღონდ სანამ გრიალა. შენ სანამ დაცივდება? სანამ აცივდება. ან სანამ ფოთლებია, ხო რაღაც. Mikris traum, mikris kari, me šentam pofnam sus. დავედი. აი შენ მიეზი და სტუდია. გიწყებ ახლა რეპეტიციას და დაახლოებით 4 საათი. შენ საყვარელი ადგილი. როცა არის ხოლმე იმის საშუალება რომ აქვე რეპეტიცია ცემოლებით რეპეტიციებთ ხოლმე. აქ არის დათჩეს ადგილი. და სხვა ადგილი, სადაც რეპეტიციო. ამის ნუ ხან როგორ ვიენდენ არ არის სარეპეტიციო და არ არის სტუდია, ეხლა აქ ვარ ხოლმე. საკუთარ სტუდიაზე თუ გიფიქრია. კარგი. არის იქნია და არც ეს არის ბასი. უჩა და აქ არის გოჩა. მოვლენ ახლა სულ ყველანი. აჰა, ელოდები. ელოდები. მე წამოვიხდი დღეს რეპეტიციისთვის უნდა ჭიდამჭირდება. მოდი აი ამ ინსტრუმენტზე საუბრობდით წეგან და ეს არის საკოლექციო გარმოშკა, ესე ქვია, ყოველ შემთხვევაში რომელიც გაჩუქეს. პეტერბურგში. და ესეთია. თავის ამ დო მაჟორის ტონალობაში და არის კვაკუშკიანი. აი მე დედა გაციებულია. და ჩანთი თან დაგაქვს. არა ხო, ნუ ყოველთვის არ შემჭირდება მაშინ დამბექნით რომ ამას ვერ წაიყვან, წარმოიყვან. კიდევ სხვა რა. ალა რებრაღმო. არც ის ამ ინსტრუმენტის პრობლემა რა არის, იმიტომ რომ ხო სულ დამოქვს ან ტაქსიდან მიმოქვს, ან მატარებლით მიმოქვს, ან თვითფრენაში და თვითფრენაში შეცავარ არ ვიბარებ ხოლმე ინსტრუმენტებს, იმიტომ რომ და ეს ორი ინსტრუმენტი რომელიც თან დაგაქვს არა, ძალიან ინსტრუმენტია. აჰა. და ეს ჩანთაში როდესაც ესე კანრავს ხოლმე და ძალიან სახელწოდება გითხარი ინსტრუმენტი. არ ვიცი რა ქვია, კლექს რაღაც ტონი. აი ჩემს საყვარელი ინსტრუმენტი კიდე. მას ქვია ვიბრატონი. ჯინის ლამპასავით ჩანთა გაქვს ამდენი რამე კიდე. და ქვია ამ ინსტრუმენტს ვიბრატონი. ვიბრატონი. ეს დათჩენ ჩამოვიტანე პოლონეთიდან. ძალიან ლამაზია. მოკლედ ეს ესეთია. ის არის უფრო ბლუზის გარმოშკები რა, აი თეატრ რაღაცა ფაქტურები უნდა დაუკრა რაღაც. და ეს არის სოლო გარმოშკა. კიდე რა მოგჩანთაში? ეს კვერცხევა დღეს ვშო მეტი არაფერი არ მჭირდება წესით. და არის ხოლმე შემთხვევები, როცა უფრო მეტი ინსტრუმენტი გილოდის. ძირითადად ისეთი ტრადიციული ინსტრუმენტი მაქვს, ხო იცი, აი რაღაცა არსებობს რა რიტუალს გისროლებს რაღაცა ინსტრუმენტი და ეს არის ჩემი დიდი წვიმა რა, როდესაც აეროპორტში მივიდა, ხელში მიჭიროს ხოლმე, ანუ პრინციპში არის რაღაცა ძაფი კონცერტიდან რაღაცა მიდიხარ გრძელი ინსტრუმენტია და რაღაცა მიიგოქს აეროპორტში უკვე აქ აღარ მოწმობენ იციან რომ ის ინსტრუმენტია, კაი იქ რაღაც და თან რა არის ეს და დოჟდიკ რო ვეუბნები და გადმოატრევ რაღაცნაირი ინსტრუმენტია საყვარელი. აჰა, ეს თავარი. თავარი ამბავია, ეს გადმოვარდნილი. ეი არის. რაია. პატარებიჭი. ეს არის ძალიან საყვარელი ინსტრუმენტი. ჩემს ნათლიას ბაბუკის რომელიც ხელოძეს აქვს ესეთი და აი გიждდებოდი ისე მინდა და მოსკოვში პროვიყავით სამი ინსტრუმენტი ვიყიდეთ ერთ-ერთი ნახე რა გამოგარია ხო? და დინამიურია ვიბრაციაც აქვს რაღაცა აი ძალიან ლამაზია ეგ ის ეგრევე სიყვარული გინდება ხოლმე ისეთი და რამე ეს რისთვის არის? ეს რო დადო შავო ერთით თუ არ გინდა რომ ხელში გეჭიროს და დაგეღალოს ან მღერი ხარ და უფრო კომფორტულია რომ თან უკრავ თან რაღაცა ხელში გიჭიროს რა ჩვეულებრივად ამას შევერთებ აქ და დევს და უკრავ
და როგორ რამეა ჭირა პიანისტები ხო ყველაზე მაგარი ტიპები არიან, იმიტომ რომ აი მუსიკა რა არის ხო? თავისუფალი. აი რაღაცას უკრავ გესმის მე და პაპ რაღაცა რო გესმის მიყვები და ამით იძლებ თან გიტარაზე ისე ვერ უკრავ რომ რაღაცა 7 აკორდი ვიცი თუ რა. და გაიხარე მუსიკა ინსტრუმენტია. დავიწყო პირდაპირ და მე გავაგეთ ბო არაფერი არ არის როლის ამ მდგომარეობას ის როცა რაღაცა იბადება არაფერი არ ცურს არც პრეზენტაციები და პრეზენტაცია რო არც რაღაც არაფერი ეს კაცები არიან მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში ესენი ანუ შეხვდებით ჩეხმატყებლებული ესენი არიან ადამიანები რომელზეც სამწუხაროდ ჟურნალისტები ძალიან ცოტას ლაპარაკობენ ხოლმე რატომაც მაგრამ თავი არის ის რომ აი დღეს რო ეს დაიბადა რა ეხა ვინ რა აქნა და რამდენჯერ გაბრაზდა და რატო წავიდა და რატო არ წავიდა ესეთი მომენტი რამე შენ ალბომებზე ვისაუბროთ მოდი 3 ალბომი გაქვს ხო უკვე და ესე მოკლე პერიოდში ანუ 3 ალბომი და 2 ფილმის საუნდტრეკი და მეტი რა უნდა გვექნა ახლა ერთი წლის და რაღაც და ახლა მომავალში კიდე რას აპირებ ახლა მომავალში რა თქმა უნდა ახლა მომავალში ვაპირებ ბათუმში ორკესტრთან კონცერტის გაკეთებას yes ეს ალბათ ზაფხულისთვის არ ვიცი შეიძლება მაისისთვის იცი როგორი რამეა რომ იმაზე დამოკიდებული ახლა მოსკოვის გასტროლების შემდეგ რა დრო გვექნება იმიტომ რომ რაღაც იანვრის ბოლო დაგეგმილი გვაქვს რაღაც დეკემბრის 20-მდე დაგეგმილი გვაქვს რაღაცეები Алло. ბათუმის კონცერტზე საუბრობ. ხო, ბათუმის კონცერტზე საუბრობდი. მინდა რომ იყოს რაღაცა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ორკესტრია მთელი გუნდია, ყოველ შემთხვევაში ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრობლემები არ შემეკრება. აი ეს იდეები რა კონცერტებთან დაკავშირებით ნადრიკას მოდი შენ პროდიუსერს თუ შენ იცი როგორია ნადრიკა ძირითადად ასრულებს მუსიკალური მხარე თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკეთებ ყოველთვის და ნადრიკა უფრო ასრულებს აი სხვა საქმეებს, რაც მუსიკის გარდა რაც არის გასაკეთებული. დეგ. Привет. Как? არ გიჭერთ. ერთი გაიცა. ეს ადამიანები რომელსაც ყველაზე ხშირად უწევს ერთმანეთთან კონფლიქტს. ეს საქართველოა თუ საქართველოს არგლებს გარეთთან. მაინც. შინ და გარეთ საზღვარგარეთ. ნოსთან ერთად მუშაობა. როგორ მოგწონს? დოსარები. გადასარევად. კი.
ერთი კოცნა დაიმსახურა. ეხა კიდე რა მეგვითხარი და მეორე კოცნა. ნუ ადვილი ნამდვილად არა. არ ვიცი. არ ვიცი უბრალოდ. შენთან რა ადვილი მუშაობა თუ საერთოდ მუშაობა? საერთოდ არა. ამ სფეროში ამ მუშაობა. სფეროში. საერთოდია. კიდე ეს შენარჩუნება ამ ჯგუფის ყველაფრის თავმოყრა რომ ეს ყველაფერი თავის დონეზე იყოს. მართლა რთულია. რთულია. იმდენად რთულია რომ ზოგჯერ ხასიათშიც კიდე. მაგალითად ეხლა. დაგვეთყო. პრინციპში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ერთად ვიყოთ. პირველ რიგში ეგრე მთავარი და ხა ცალ-ცალკე ოჯახები, შვილები, მამები, დედები, შვილები. ყველა ჯგუფის ყველა წევრს ყავს მეუღლე, ბავშვები, უჩქო ეხა ელოდება ძალიან მალე პატარა კაცი ელოდება. მობრძანდებით თქვენ მოსაწვევი რომ მოგცეთ ღამე 12 საათში. რა ვიცი. შეძლებთ მართლა მოგცემ ისე ღამე. გენაცვე. რა. კიდე 3. თქვენ არ ჭირდება. მე რომ ჭირდება, იმისთვის ჭირდება, რომ კარგი ადამიანები მოვიდეთ. კარგი, დიდი მადლობა. ისი მადლობა მოგეც. რა სამ. გამახარებ თუ დაგიძ. ეს ვინ იყო? ეს კადი. ულის ამეზოს. ხო. და ეს ძალიან კეთილშობილი ადამიანი. ყველა ადამიანს ვისაც ხედავ, შენი ცხოვრების ნაწილია, ვინც არ გაიგებს ყოველ ხსენდება ხოლმე. აბა. ეგეთი ადამიანები. ხელოვნების საბრძოლო ცენტრი. გამარჯობა. Привет. გამარჯობა. ეს ნიკო. გამარჯობა. ზეთიკო, ძადით. ეს არის ადგილი. სადაც? საბრძოლო. ლავენური. ეს ის კაცია მე რო კედელზე მხარს გაქრული. ეს დროებითი ტერიტორიაა ჩვენი. ეს არის მუსიკის ოტელი. აჰა. ეს არის საბრძოლო თეატრალური სტუდია. რომელიც ეხმარება უნივერსიტეტულ ბავშვებს. სადაც ისწავლება მსახიობობის ოსტატობა. ისწავლება მუსიკა, რომელსაც ასწავლის რომერ ცხილაძე, ნატია ჩხირი ბაბუკა, რომელიც ამოთახილი მოდის ხოლმე. ისწავლება ხალხური ინსტრუმენტალური საკრავების მუსიკა, აი ფანტასტიკური მუსიკა. შენ რამე ფუნქცია გაკეთე? მე ფუნქცია რო გვერდით ვდგე თუ კი პედაგოგის სტატუსით თუ რანგში პედაგოგი. მოდიხარ და გვერდით. მოდიხარ და გვერდით გები. გაკვეთილსაც ვატარებ ხოლმე. ხშირად ჩემი გაკვეთილი ჩაუტარებ. აი ესე რომ მსახიობის ოსტატობა მინდა გითხრა. და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი მიღწევა რაც არის, ანუ ნინოს, რომას და ჩვენი ამ შემთხვევაში გვაქვს ხმის ჩამწერი სტუდია გაკეთებული, სადაც ესენი მუშაობენ უკვე ბავშვებთან. ანუ წერენ ზღაპრებს და მილიონ რაღაცას. ყველას ხედავთ. ეს განსაკუთრებული ადგილია. ნინოსთვისაც, ჩემთვისაც, ბავშვებისთვისაც ეს ჩვეულებრივია. აი ოჯახური სიტუაცია, ხო? აქ არ არის სასწავლებელი, მასწავლებელი მოვიდა, ხელი დაგიქნია. პირიქით, არც არ ვილად და თვილად იქცევა. შენ ხარ მოგიხარია რამე? არა, ხატვა გეხერხება ძალიან. ძალიან ცოტა. გიყვარს? კი, რა თქმა უნდა. ხატრობა. და როდის ხატავ ხოლმე შენთვის? იცი რა, უფრო დიდ დროს ვატარებ მეგობრების სახელოსნოში, ვინც ხატავს მე პროგრამა, ალბათ მოთხოვები ხილით. ალბათ უკვე იყო დრო. ვაიოლოლა. შენ თქვი რომ გაკვეთილი ჩაგიტარებია. აი, ჩამოგესმე. კი. და როგორ მოგეწონა? რა ვიცი, ფანტასტიკური იყო. მე თვითონაც ვეძებდი საკუთარ თავს, მაგრამ ძალიან კარგი იყო.
ძალიან საინტერესო იყო. იმიტომ რომ ძალიან გულწრფელები არიან და ყველაფერი უნდათ რომ გაიგონ. არის რაღაცა საოცარია. მართლა ძალიან სხვა ემოციაა. აი სტუდია ყველაფერი აქ კედლებიანად ჩვენი გაკეთებულია. ყველაფერს გავაკეთეთ და აქ მუშაობს ხოლმე რომაც და ნინოც და ბავშვები აი ძირითადად ამ სტუდიაში წერენ. აი ნახე რამდენი აქვს. სროს ხაპრებს წერენ. ქათმის როლი შეავსრო. ძალიან კათამაძემ კრუხის როლი ჩაწერა. გოგეევნება და ჩვენს მეგობარს პეკის ხერხული არ იქნებაო, ნინოსო არ იწყინებაო, ქათამაძე რო და ქათის როლი შეავსრო. ყველაზე კარგი ქათამი ვიყავი, მინდა კითხე. დრას ღაპარში. სად არის მზე? ნახევარკათ. სად ცხოვრობს მზე? სად ცხოვრობს მზე? თან სიმღერებია შიგნით კო. სად შეიძლება რომ მოვისმინოთ? ეს შეიძლება რადიოში მოვისმინოთ. საერთოდ. შეიძლება CD-ზე. შეიძლება CD-ზეც მომავალში ეს თუ უკვე არა ეს დამზადებულია. კიდე რამოდენი მიყვა, იცი რამდენი რამე გვაქვს დამზადებული, ძალიან ბევრი რამეა. სიმღერა მეგობარს. ცოტა ხანში ჯგუფის არის. რატო? დრო ეს შენობა არის კერძო პირის და ასე რომ უნებრივია ეს ტერიტორიის მისი. ეს ახლა არ იქნება, მაგრამ იმედია რომ სხვა სახე გქონდა. იმიტომ რომ ბავშვების სახის გარეშე არჩევიან ხოლმე. გრძელდება გადაცემა ერთი დღე, როგორც გახსოვთ ჩვენი მასპინძელია ნინო ქათამაძე და აი მივედექით კინოთეატრ ამირანის კარებს, სადაც შედგება ნინო ქათამაძის ფილმის პრემიერა. შენ თვითონ ჯერ როგორ განწყობაზე ხარ? აი არ ვიცი. იცი რა, ნერვიულობა უფრო სხვაფენია. რაღაცა ისეთი განცდა მაინტერესებს რა იქნება დღის ბოლოს ეს განცდა საერთოდ. ანუ გაინტერესებს როგორ შთაბეჭდილებებით წავლენ თუ არა, ხო? მაინტერესებს რეაქციები მაინტერესებს იმთვისაც ვიცით რომ სადამდე ვართ გაჩერებულები. ეს და საერთოდ აი ეს თავ შეყრის ადგილებში როგორ გძნობ თავს? ანუ გაღიზიანებს თორე აი დავშეთ ზოგს არ მოსწონს როცა ამდენი ხალხი ულოცავს. არა კაცი, ყველაფერი არის ყველაფერი. ეს ჩემი საყვარელი მეგობრები არის. ჩემი საყვარელი მამიდა. ეს არის ჩემი სული და გული. ეს არის ყველაზე ანუ კარო მომაც ულამაზესი შარფი მომიქშავა და იები მომიქარგა ეს რაც გააკეთა ხელებით. დანარჩენი სული და გული ჩემი. აჰა. ჩემი მეგობარია. გაიცანით? ჩემი ნათლულის დედა. ნათლულის დედა. ჩემი ნათლულის დედა. აი ეს ადამიანი ვინ ჩვენ დღეს ქუჩაში შეხვდა ძალიან დიდი მადლობა. გენაცვალე ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ნონა. გავაჭობა ნონა. შენდი. ჩემი მეგობარი ჩელისტგან ისაიტის პირველი წევრი. აჰა. და ადამიანი რომელიც ყოველთვის მილამაზებს თბებს ხოლმე. ეხლა პირდაპირ მიზან მიმართულად მივდივართ ბაბუკასთან. რამდენი ხანი მიდის? ნახევარი საათი. პოლჩისავს. არ მიდის ბევრი ხანი. ყველა ის ხალხია, ვისაც შენ ელოდებოდი თუ უცხოებიც არის. იცი რა არის რომ იმდენად ველოდი ამ ყველაფერზე რომ არ ვიცი ვის ველოდებოდი და რას ველოდებოდი. მაგრამ პრაქტიკულად იმასაც არ ველოდებოდი დღევანდელი დღეც შედგება და შეიძლება. ტექსტი გაქვს მომზადებული. ნაფიქრი მაგრამ არა. ეს მგონია სიმღერა უნდა დავიწყო. მე უბრალოდ მინდა მიგითხრათ, რომ ყველა თქვენგანის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ საერთოდ მე დღეს დედამიწაზე ვარსებ. მადლობთ.
გაიცემა ერთი დღის მეორე დღეს გემშვიდობებით. ეს იყო ერთი დღე ნინო ქათამაძესთან ერთად, რომელიც გადაიზარდა მეორე დღეში და ელოდეთ შემდეგ გადაცემას. კარგად.